საღამომშვიდობისა დღეს თვის ბოლო შაბათია და ტრადიციულად ეთერშია საჯარო პოლიტიკა. ჩვენ დღესაც აუდიტორიასთან და სტუმრებთან ერთად თვის უმნიშვნელოვანეს თემებს შევაჯამებთ, საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემებზე ვიმსჯელებთ და ვიკამათებთ. მოდით გავიგოთ რა აინტერესებს ამჯერად აქ შეკრებილ საზოგადოებას, რა კითხვები დაუგროვდათ მათ თვის განმავლობაში და ვირანი არ მათი შეკითხვების ადრესატები. მე წარმოგიდგენთ საჯარო პოლიტიკის სტუმრებს. ოლეგ პამფილოვი, ჟურნალისტი. კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი. ნუგზარ ციკლაური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. და პაატა გაფრინდაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე. მოდით გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ქალბატონებო და ბატონებო, ზუსტად 2 დღეში ვაშინგტონში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა ჯერ არ გამართულა და ჯერ კიდევ 2 დღეა მანამდე დარჩენილი, ქვეყნის პოლიტიკური კურსიდან და ზოგადად გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი აუდიტორიისთვის აი ეს დაგეგმილი შეხვედრა აღმოჩნდა ძალიან საინტერესო თემა. მოდით გავიგოთ ამ თემასთან დაკავშირებით რა აინტერესებს ჩვენს აუდიტორიას და რა მოლოდინი აქვთ მათ აი ამ შეხვედრიდან გამომდინარე და პირველ შეკითხვას დასვავს ბატონი პაატა აბულაძე. თუ შეიძლება ბატონო პაატა გთხოვთ. მოგესალმებით. ობამა სააკაშვილის შეხვედრა იმართება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გადაწყვეტილია რა თუსად განთავსდება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით. აი ამ ფონზე ბატონებო თქვენის აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა? დიდი მადლობა ბატონო პაატა, მე მგონი ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბატონმა ნუგზარმა უნდა უპასუხოს ამ შეკითხვას, გთხოვთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში აღნიშნავდი იმ დროს, როდესაც ეს შეხვედრა იმართება, ერთის მხრივ ეს გახლავთ ამერიკაში მოახლოებული არჩევნები, როდესაც მთელი ამერიკული პოლიტიკური ელიტა არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და მეორეს მხრივ საქართველოშიც არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ იქნება ეს არჩევნები, ამიტომ სრულიად მართებული არის შეკითხვის კონტექსტი, რომ გარდა იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელიც უშუალოდ საქართველოსათვის არის გადამწყვეტი და არსებითი, კერძოდ როგორიც არის სტრატეგიული ქარტით გათვალისწინებული მიმართულებები, ეს გახლავთ იცით ენერგეტიკის სფეროში, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, კულტურულ კავშირების მიმართულებით, ადამიანთა შორის ურთიერთობის მიმართულებით, გარდა ამ საკითხებისა, რა თქმა უნდა, განხილული იქნება ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს. ერთის მხრივ ჩვენ ყველას გვესმის, რომ როდესაც რუსეთის ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ უკაცრავად აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული სარაკეტო კომპლექსები არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ ჩვენ გვესმის, რომ რას ამბობს ნატო და ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომ ეს არამც და არამც არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და აი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვან საკითხზე იქნება საუბარი. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ დასავლურ თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არის არა სარაკეტო კომპლექსების გამო, არა სხვადასხვა სამხედრო ნაწილების სხვადასხვა ადგილას განლაგების გამო, არამედ ეს არის მენტალური პრობლემა, ეს არის თავისუფლების საკითხისადმი მიმართების პრობლემა. პრაქტიკულად ჩვენ საქმე გვაქვს ერთის მხრივ მე-18-მე-17 საუკუნის ანაქრონისტული ტენდენციების გამტარებელ სახელმწიფოსთან, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგება რუსეთი და ის ოდიოზური ტანდემი, ვინც დღეს მართავს რუსეთის ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი მთელ თავისუფალ სამყაროსთან, რომელიც ცდილობს, რომ განავრცოს დემოკრატიული ველი, ესე იგი შესაბამისად უსაფრთხოების ველი მთელ მსოფლიოში. საქართველოსთვის თქვენ ახსენეთ სხვა მთელი რიგი საკითხები, რომელიც ამ შეხვედრაზე იქნება განხილული. ძალიან მაინტერესებს, აი იმ საკითხებთან ერთად, რაც იქნება განხილული, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, ეს არის დაუშვათ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, პოლიტიკური პროცესები, ქვეყნის თავდაცვის სისტემა, ზოგადად ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. აი ეს შეხვედრა, ამ შეხვედრაზე განხილული ეს თემები რა გავლენას მოახდენს ყველაფერი იმაზე, რაც მე ახლა ჩამოვთვალე. ცხადია, რომ მოახდენს, იცით, რომ ომის შემდეგ ძალიან მალე რამდენიმე თვეში დაიდო ეს ქარტი ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა მიმართულებით ისედაც უწევდა ჩვენ ქვეყანას მხარდაჭერას. მაგრამ ამავე დროს
ძალიან სერიოზული აქტივიზაცია მოხდა სწორედ 2009 წლის გარიჟრაჟზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვთქვით აღჭურვის პროგრამა, ის პროგრამები, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ტარდება, ამიტომ ყველა მიმართულებით მე ველოდები პროგრესს. და ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე, როდესაც აქ ბრძანდებოდა Anders Fogh Rasmussen-ი, ნატოს გენერალური მდივანი, მან თქვა, რომ საქართველო არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ნატოსთან, როგორც დღეს არის. ეს არის პირდაპირ აღიარება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან და შესაბამისად მთელი თავისუფალი სამყაროს მხრიდან, რომ საქართველო როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ისევე ყველა იმ სფეროებში მიღწეული წარმატებების თვალსაზრისით ძალიან მიუახლოვდა ნატოს. იმიტომ რომ როგორც ჩვენი ძვირფასი ოპონენტებიც ამბობენ ხოლმე, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ეს არის პოლიტიკური ბლოკიც. ამიტომ ამ საკითხებს ჩვენ დაუახლოვთ. ეს ხადია არ ნიშნავს. მოლოდინი ძალიან დიდი იქნება ბატონო ნუგზარ. მოდით ბატონ კობასაც ეს ხადია არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მიღწეულით კმაყოფილები. ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, უბრალოდ ჩვენთვის თავარი არის, რომ ვექტორი და მიმართულება რა გზითაც მივდივართ არის სწორი და ამას ყველა ჩვენი მეგობარი ადასტურებს. ბატონ კობა, მოდით ვუპასუხოთ ბატონი პაატას შეკითხვას. შემიძლია გაგიმეოროთ? მე კარგად მახსოვს ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენს პარტნიორ ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რომელიც იხილება. აქ მოიხილა ბატონმა ნუგზარმა ეს საკითხები, რაც მან ისაუბრა, მე არ შევჩერდები. მე ხაზს გავსვავდი დემოკრატიის განვითარების აუცილებლობაზე, იმ კურსს, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება დიდი ხანია ადგას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გასული წლის განმავლობაში საჯარო განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო ქალბატონ ჰილარი კლინტონის განცხადება ნატოს მინისტერიალზე, ეს იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ბატონ აპატურაის ვიზიტი, სხვა მაღალჩინოსნების ვიზიტი, რომელიც იყო საქართველოში და ყველგან იყო ხაზგასმული საქართველოს დემოკრატიული განვითარების აუცილებლობა. ამერიკის ელჩიც საქართველოში ძალიან ხშირად უსვავს ხაზს, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყანას, არაერთ პოლიტიკოს, არაერთ პარტიას, არამედ ქვეყანას და დემოკრატიას ამ ქვეყანაში. ხოლო დემოკრატია იზომება თავისუფალი არჩევნებით, სამართლიანი არჩევნებით. ამ ხრივ მე არ მგონია, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები გქონდეს. სამწუხაროდ ის ცვლილებები, რაც განახორციელა ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე და პირდაპირ ვთქვათ, ოპოზიციის შესაზღუდავად ნამდვილად ვერ უწყობს საქართველოს იმიჯის ამაღლებას და ვერ აახლოვებს საქართველოს ნატოსთან. ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ, ამის თაობაზე ცნობილია ამერიკის ელჩის საჯარო განცხადება, რომელიც არ მიიჩნევს პროცესს დასრულებულად. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ დემოკრატიულ არჩევნებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი არჩევნები, რომელიც იქნება ჩატარებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე. ასევე შუალედური განცხადებები, როდესაც მოხდარვიანიდან ორი პარტიის გამოყოფა და ხელისუფლება შეეცადა იმ ორ პარტიასთან მიღწეული შეთანხმება მთლიანად ოპოზიციასთან შეთანხმებად გამოეცხადებინა, ძალიან ნათელი გზავნილები იყო, რომ ეს ვერ ჩაითვლება ოპოზიციასთან შეთანხმებად და ბოლო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებიც, რომელიც უკვე გახდა ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი, ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება სწორედ დემოკრატიის მდგომარეობა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა, საარჩევნო კოდექსის მდგომარეობა და ეს საჯაროდ წინასწარ არის განცხადებული. ამიტომ ჩვენ ამ შეხვედრიდან ველით ძალიან კონკრეტულ ქმედით შედეგებს, როგორც ქვეყნისთვის, ისე დემოკრატიისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო პაატა, საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც და შემდეგ უკვე ბატონ ოლეგს მივცემ საშუალებას გასცეს პასუხი. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი და ამ ქვეყნის შვილი, ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურად ხვდება ერთმანეთს. ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ მართლაც ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პარტნიორი და როდესაც იხილება ისეთი სტრატეგიული საკითხები, რომელიც ქვეყნისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მე ვთვლი კიდევ ერთხელ, რომ ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა და ჩვენ აი უსაფრთხოების თვალსაზრისითო ეს იყო ბატონი პაატას შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება აი ეს შეხვედრა? სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საერთოდ. და იგივე მე ჩემი კუთხითაც, ანუ კულტურული მემკვიდრეობის კულტურного наследия და აღნიშნავს სწორედ იმას, რომ ამ შეხვედრაზე გაიჟღერებს სწორედ ეს საკითხებიც, რაც ჩვენს ყველას გვაღელვებს, თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის შვილს
იმ ძეგლების მდგომარეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახლავთ, ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ სწორედ ამ შეხვედრაზე, რაც წარადგება ჩვენი ქვეყნის მომავალს. დიდი მადლობა და მე ბატონ ოლეგთან მინდა ბოლოს გადავიდე და რა თქმა უნდა მივცემ საშუალებას რომ ბატონ პაატას უპასუხოს, მაგრამ მანამდე ერთი შეკითხვა მექნება მე თქვენთან. ბატონ ოლეგ, აი მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გახშირდა ქსენოფობიური და ანტიქართული განცხადებები, ეს თითქმის ყოველდღიისმის უკვე აი ესეთი განცხადებები უკვე ალბათ თიძე ჩამოსვლასაც ვერ მოვახერხებთ, იმდენად გახშირდა ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, აი რა იწვევს აი ესეთ აგრესიულ პოლიტიკას მათი მხრიდან? და რა არის ამის მიზეზი? მე ვთვლი, რომ ეს გახლავთ იმპერიული პოლიტიკის გაგრძელება. პუტინი პიროვნება, რომელიც აცხადებდა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა კრემლში 2000 წელს, იგი აცხადებდა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე გავლენის აღდგენის თემაზე, ამიტომ მისი სიტყვები, მისი ქმედება და ყველაფერი რაც ხდება რუსეთში, საქართველოს გარშემო, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს არის მცდელობა აღდგეს რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე. ამიტომ მე როგორც მეორე უბრალო ქართველი, რომელიც ქართულად ჯერ ვერ ლაბარაკობს და არ ლაბარაკობს, ღვთისმხალობით ჯერ არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზიტი, ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში, იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია ქვეყნის უსაფრთხოება. არა მხოლოდ ქსენოფობია, არამედ ქსენოფობია რუსეთში ქმნის საზოგადოებრივ აზრს, აყავის უწყებს ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, რუსული სამხედრო მცდელობები საქართველოს ზეგავლენის გამოყენება, ეს არის ცხინვალში და აფხაზეთში სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება, მუდმივი მუქარა, მუდმივი პუბლიკაციები, რომ ეხლა დაიწყება მეორე ომი. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, იმისთვის უნდა იყოს მოწადინებული, რომ მიიღოს დაცვის გარანტიები, არა სამხედრო, უფრო გეოპოლიტიკური დაცვის. და ძალზე მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოს მომავლისათვის ის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა, მე, რომელიც აქ ჩამოვედი საცხოვრებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა, საჭიროა კონკრეტული ზომის გატარება. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ოლეგ. მე ვფიქრობ, რომ ბატონ პაატას პრინციპში გასაკითხეს პასუხი და ჩემ კითხვასაც გასცა ბატონმა ოლეგმა პასუხი, ამიტომ მე უკვე კითხვის ავტორს მიუბრუნდები და მაინტერესებს მისი მოსაზრება, რამდენად ამომწურავად გიპასუხეს და რამდენად გასაგები იყო თქვენ შეკითხვაზე ჩვენი სტუმრების პასუხები. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენ სტუმრებს ამ შეკითხვაზე, ასეთი ამომწურავი და ჩემთვის გასაგებად პასუხისთვის ამ შეკითხვაზე. ანუ ჩემთვის სრულად ამომწურავი და გასაგები იყო ეს მათი პასუხები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაატა და აი ახლა მე უკვე მინდა რომ აუდიტორიასთან გადავიდე და მათი მოსაზრებები მოვისმინო აი ამ თემასთან დაკავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება აწიეთ ხელი, იაქტიურეთ, მე მზად ვარ რომ ყველა თქვენგანს მივცე სიტყვა, გთხოვთ ბატონი, ჩემს მარცხნივ პირველ რიგში გადააწოდეთ მიკროფონი, კი ბატონო. დიახ, მე შეკითხვის ავტორისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხმა კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გამიჩინა. ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება მხოლოდ დაუკავშირა ნატოს, გასაგებია რომ ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი არის ნატოსთან ურთიერთობას. არა, ბატონმა შეკითხვა დაუკავშირა, მე მგონი არა, შეკითხვა, პასუხი იყო მეთქი, პასუხში იყო ეს და მე მიჩნდება ესეთი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით პირველი, სულ ორი შეკითხვა მიჩნდება და ეს ჩემი მოსაზრებაც არის რომ კი, მოსაზრებად დავტოვებთ, ამას შეკითხვებზე პასუხს ვეღარ გავცემთ. შეიძლება შემდეგ ამაზე კომენტარი გაკეთდეს. ნატოსკენ ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ყველას გვესმის ამისი აზრი, მაგრამ ამას რამდენად დადებითი შედეგი მოაქვს საქართველოსთვის, ამასაც მე მგონი ყველა ვხედავთ და იპოთეტურად თუ კი იქნება ორი ალტერნატივა, პირველი რომ ნატოსკენ ურთიერთობის სწრაფვა და მუდმივი პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მეზობელთან და მეორე ვარიანტი ალტერნატივა რომ უარი ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ტერიტორიული მთლიანობა რა პოზიციას ირჩევს ამ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო. თქვენი აზრი როგორია მაგასთან დაკავშირებით? ჩემი აზრი მე მეორე ალტერნატივას ვემხრობ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის ნატოს მნიშვნელობა, მაგრამ ასევე ძალიან კარგად ვიცი ანალოგიური ასე ვთქვათ ფუნქციების, ანუ სახელმწიფოს უშიშროების პოლიტიკის, უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის როლი, ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობა არანაირ ბარიერს არ გვიქმნის
ჩვენ ხოზებულ ქვეყანასთან. გასაგებია, მე და მეორე მოსაზრებასაც ძალიან მოკლედ ვიტყვი. მე მინდა რომ პირველ მოსაზრებაზე მე გითხრათ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ სხვათა შორის რეფერენდუმზე აირჩია გზა, რომელიც ნატოსკენ მიდის. ახლა თქვენი მეორე მოსაზრება და უკვე სხვასთან უნდა გადავიდეთ. მეორე მოსაზრება არის ის, რომ საქართველოს თავის ისტორიის მანძილზე ირანთან ისეთი დალაგებული ურთიერთობა, როგორც დღეს აქვს, არ ქონია არასდროს, თუ გადავხედავთ ისტორიას და დღეს საინტერესოა რა პოზიციას ირჩევს საქართველოს ირან-ამერიკის დაპირისპირების დროს, პასიურს, აქტიურს, უარს ამბობს თუ ნეიტრალურს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პოლიტიკა ჩვენი ხელში. დიდი მადლობა. თუ სურს კიდევ ვინმე საზრის გამოთქვა, ბატონი აგერ ჩემს მარჯვნივ ერთი წუთით პირველ რიგში. მე მინდა გიპასუხოთ, ესე იგი თქვენ გინდა თქვათ, რომ საქართველოს ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაფერს უნდა ხაზი გადაუსვას და ნატოზე თქვას უარი და ისევ რუსეთისკენ წავიდეს. სტარი ნაბიჯები რატომ არის ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი გროვდება, დაგროვდა კარგი და მივდივართ კარგისკენ. საქართველოს რამდენი 90% ხედავს ამაში კარგს და თქვენი ხმა ეხლა არის მის თუ შეიძლება აცადეთ. თქვენ რატომ დაინახეთ ამაში ცუდი? მე არ მესმის. პოლემიკაში ნუ შევალთ. ვიცით, ჩემი აზრი ესეთია, რომ საქართველოს ხელს არ გადაусმევს ამ შრომას, რაც გააკეთა ჩვენო მთავრობამ და პრეზიდენტმა, რაც მოიპოვა ამ შეხვედრებიდან. ანუ თქვენ ირჩევთ გზას ნატოსკენ. კი, რა თქმა უნდა, მე ვირჩევ გზას ნატოსკენ. დიდი მადლობა. კიდევ მივსებ მე რამდენიმე ადამიანს აზრის გამოთქმის საშუალებას, ბიჭი, ჩემს პირდაპირ პირველ რიგში, თუ შეიძლება, გთხოვთ? მოგესალმებით, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრას, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. საქართველოს პრეზიდენტი ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და იქ მოხდება როგორც კულტურულ, ასევე სტრატეგიულ, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკის საკითხებზე საუბარი, განხილვა და იმ პრობლემების მოგვარება, ან პრობლემების მოგვარებისთვის რაღაც ღონისძიებების გატარების დაგეგმა. ასე რომ ეს ჩემი აზრით არ უნდა აწყობდეს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენს ჩრდილოეთ მეზობლებში, მხოლოდ ამათ არ უნდა აწყობდეთ და იმ ადამიანებს, რომლებიც ხარს უჭერენ იმ რუსული ოცნების ასრულებას, რომელიც დღეს საქართველოში ასე თუ ისე ჩანს და სამწუხაროა, რომ ესეთი ადამიანები საქართველოში დღეს მოკლედ, თუ შეიძლება, ძალიან გთხოვთ, რომ მოკლედ. დიდი მადლობა. ზემოთ გოგონას გადააწოდეთ, კიდევ ერთი რეპლიკა და შემდეგ თემაზე გადავდივართ. გთხოვთ. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონმა შეახსენოს რუსეთს, რომ საქართველო არის ამერიკის პარტნიორი ქვეყანა და მუდამ და მომავალშიც მხარში დაუდგება მას. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი უკვე ვეღარ მოგცემთ თქვენ სიტყვას, თუ კიდევ ვინმე სურს, თუ არა და მე გადავდივარ უკვე. მე რა ხან მომართა მხოლოდ რეპლიკა. კარგით, მოკლე რეპლიკა ბატონო ნუგზარ. ჩვენ ნატო საერთოდ არ არსებობდა არც 100 წლის წინ, არც 50 წლის წინ, არც 200 წლის წინ, მაგრამ საქართველოს მუდმივად ჰქონდა პრობლემები რუსეთის ხელისუფლებასთან. იქნებოდა ეს მეფის რუსეთი, იქნებოდა ეს ბოლშევიკური რუსეთი, თუ ეხლა იქნება ეს პოსტკომუნისტური რუსეთი, პუტინით, რომელიც ნატრობს საბჭოთა კავშირის აღდგენას, ეს იყო მუდმივი პრობლემები. ამიტომ საკითხის ასე დაყენება თითქოს საქართველოს წინაშე დგას დილემა, ან ნატო და ტერიტორიების დაკარგვა, ან რუსეთი და ბედნიერება, ეს ცხადია, რომ ასე არ არის და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ აი ამ მართლა რეგრესულ მოსაზრებას შესანიშნავად დაუპირისპირდა რამდენიმე მოსაზრება, რომელიც არის მოსაზრებები საქართველოს თავისუფლებისაკენ. ჩვენ ვამბობთ, საქართველო მიდის ნატოსკენ, მაგრამ უფრო მეტად თუ განვაზოგადებთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო მიდის თავისუფალი სამყაროსაკენ და დარწმუნებულია, რომ უდიდესი უმრავლესობა ადამიანები საქართველოში სწორედ ასე. მადლობთ, გასაგებია ბატონ ნუგზარ. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ხა აღარ ღირს ამაზე ბევრი საუბარი, ბატონ გობა. ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ არის ამის შესაძლებლობა. თქვით, რომ კი ბატონო. მოკლედ თქო. მე არ ამგონია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უპირისპირდებოდეს ნატოს და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხს. მე ყოფილ ვარ ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში, მე მისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან. ისინი აღნიშნავენ ძალიან ხაზგასმით, რომ ამ ინტეგრაციისთვის აუცილებელი გზა საქართველოსი გადის ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებაზე, დემოკრატიის განვითარებაზე და ამის პარალელურად და არა ამის შემდეგ ან ამის წინსწრებად ზოგჯერ აი ორი რადიკალური პოზიცია ხომ. ამის პარალელურად ურთიერთობის მოწესრიგება რუსეთთან. ანუ ჩვენ ერთის მხრივ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან
და მეორეს მხრივ უნდა შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში ვაჩვენოთ ჩვენი კეთილი ნება ამ ურთიერთობის მოწესრიგების. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გარკვეულწილად შევეხეთ და თქვენს პასუხებში და აქაც აუდიტორია რუსეთის თემას და სხვათა შორის შევეხეთ რუსეთის პირველი პირების მხრიდან აგრესიულ განცხადებებსაც, მიუხედავად ამისა, ეთყობა აი ამ განცხადებების შინაარსიდან და სიმრავლიდან გამომდინარე, აქ დამსწრე აუდიტორიას ამ თემაზეც აქვს შეკითხვები და მე მინდა რომ მათი შეკითხვა მოვისმინოთ ახლა. კითხვის ავტორი ბრძანდება ქალბატონი მანანა მელქაძე და გთხოვთ ქალბატონო მანანა. მოგესალმებით. მაინტერესებს რითი შეუძლია საქართველოს დაიცვას თავი პუტინისა და მედვედევის აგრესიული განცხადებებისაგან და რა უნდა დაუპირისპიროთ ამ აგრესიულ პოლიტიკას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. ბატონო ოლეგს სურდა ასევე აზრის გამოთქვა. თქვენ ახლა გაქვთ საშუალება რომ ქალბატონო მანანასაც უპასუხოთ. Только Манане я вначале... არა მხოლოდ ქალბატონ მანანას თავიდან მინდო და ბატონ კობასთვის მეპასუხა, იმიტომ რომ მეც ყოფილვარ ნატოს შტაბ-ბინაში, მაგრამ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც მრავალ ადამიანს ავიწყდება, რომ გერმანია იყო გაყოფილი ორ ნაწილად. დასავლეთ გერმანია და გახდა ნატოს წევრი. და მოვიდა ის დრო, როცა გერმანია გაერთიანდა და საუბარი იმაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება იყოს დამკოლება იმისთვის, რომ ნატოში გავწევრიადეთ, ან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს ნატოსთან, ეს არგუმენტი შეიძლება გამოვიყენოთ უფრო პროპაგანდისტულ ბიზნესისათვის, პოლიტიკურ დებატების ფორმატში, ისტორია სხვა ასმეტყველებს, სხვა რამეზე. რაც შეეხება ქალბატონ მანანას შეკითხვას. მე გავიმეორებ ქალბატონი მანანას შეკითხვას, რითი შეუძლია საქართველოს დაიცვას თავი პუტინისა და მედვედევის აგრესიული განცხადებებისგან და რა უნდა დავუპირისპიროთ აი ამ აგრესიულ პოლიტიკას. Ну, во-первых, я думаю, что внутри страны, конечно... ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, არსებობდეს პოლიტიკური კონსოლიდაციის მსგავსი ამ თემაზე. Мне очень жаль, что некоторые мои соотечественники... გულით წყდება, რომ ზოგიერთი ჩემი თანამებამული პოლიტიკოსი საყვედურობენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ იგი დამნაშავეა, რომ დაიკარგა ტერიტორიები. არ დაიკარგა, დროებით არის ოკუპირებული. Я думаю, что... მე ვთვლი, რომ ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ორგანიზაცია, რომელიც არ არის ჩართული სამხედრო საკითხებში, მაგრამ მუშაობს პოლიტიკურ მიმართულებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებენ ყველას, რომ საქართველოს გახდეს ევროპის ნაწილი, ევროპული ტერიტორიის ნაწილი და იმისთვის, რომ საქართველოს მოახერხოს პოლიტიკური ქმედებების საშუალებით და უახლოვდეს და უფრო ახლოს აღმოჩნდეს ცივილიზებულ სამყაროსთან ევროკავშირი, ის რომ ევროკავშირმა, ევროსაზოგადოებამ ზეგავლენა მოახდინოს, სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ეს ხელისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ უგზარ. რა შეიძლება დაუპირისპირდეს აი ასეთ აგრესიულ პოლიტიკას? თავისთავად აგრესიულ განცხადებებს შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებები ან საპასუხოდ განმარტება იმ ვითარების, რაც არის საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ძალიან ხშირად პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი, რომ თითქოს არსებობს პერსონალური საკითხი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, თუმცა პერსონები იცვლებოდნენ საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლებაში, მაგრამ პრობლემები რჩებოდა ზუსტად ერთი და იგივე. ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, რუსეთის ხელისუფლებაში არის დღეს ადამიანი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო და მეც პრაქტიკულად ის განაგებდა რუსეთს, რომელიც ამბობს, რომ მისთვის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა. და ეს განცხადება მან არაერთხელ გააკეთა. და ეს მიუთითებს მის პოლიტიკურ მისწრაფებებზე და მის სულიერ მდგომარეობაზეც და დამოკიდებულებაზე საბჭოთა კავშირის მიმართ. ასევე ეს ადამიანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი სხვა სახით უნდა აღდგეს, ეს იქნება ევრაზიული კავშირი, ახალი კავშირი, სადაც რუსული კულტურული დომინანტის გარშემო უნდა გაერთიანდნენ სხვადასხვა ერები, მათ შორის როგორც ეთყობა ქართველი ერიც. ამიტომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, შეგვიძლია თუ არა საქართველოს და რუსეთს დავავაგოთ ურთიერთობები. ცხადია, ყველა მომხრე არის ამის, რომ ჩვენი ურთიერთობები გახდეს უფრო პოზიტიური. მაგრამ თავარი უნდა ვიკითხოთ, რა არის ფასი ამ ურთიერთობების დაალაგების. ჩვენი ზოგიერთი ნაციონალური პოლიტიკოსი დადის მოსკოვში და აი თქვა ონიშჩენკოსთან საუბრობს, ეუბნება რომ მოდი კიტრი ჩაგვატაინეთ ახლა მოსკოვში და სხვადასხვა კავშირები აღდგენს. თუ ფასი
საქართველოს თავისუფლება არის აი ამ ეკონომიკური კავშირების აღდგენის, თურქინიგზის გაყვანის თუ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების გაღრმავების, მე ასეთ ფას, როგორც ერთი პოლიტიკოსი, როგორც ერთი ამორჩეული ადამიანი ამ ქვეყანაში, მე ამ ფას არ გადავიხდი და ყოველმხრივ ამას დაუპირისპირდები. დიდი მადლობა. თუ სხვა ვინმე შემოგთავაზებს ჩვენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფასურის გარდა ხო თუ ვინმე შემოგთავაზებს გზას რომ თან საქართველოს იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო თან რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობას გარწმუნებთ რომ პირველი მე ვიქნები ის ადამიანი რომელიც მას ბატონკობა თქვენი აზრი მე მივესალმები ბატონ ნუგზარის ამ განცხადებას რომელიც ახლახან გააკეთა და ასევე საფასუხოდ მინდა დავეთანხმო იმ თეზის სხვადასხვა ბატონმა გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა ეს განცხადება და მასაც ვეთანხმები რომ საქართველოს მომავალ ხელისუფლებასაც ექნება პრობლემები რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ეს არ არის მხოლოდ პიროვნული დაპირისპირების თემა პუტინსა და სააკაშვილის შორის, ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა იმისა, რომ რუსეთი სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლება საქართველოს უყურებს როგორც თავის სეპარატისტულ რეგიონს, რომელიც დაბრუნებას სურს დედა რუსეთში. ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგევართ, რომლის გადაწყვეტა მარტივი არ არის. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, როდესაც გაკეთდა ბატონი პუტინის და ბატონი მედვედევის განცხადებები, მე საჯაროდ დავაფიქსირე და სხვათა შორის ჩემ ყველა ვიზიტის დროს, როდესაც ვიყავი მოსკოვში და ხვდებოდი. ბატონ კობა, აი ამ ვიზიტზე მინდა ერთი წუთი ჩაგეკითხებით რა, შეგეკითხოთ თქვენ აი ყოფილხართ მოსკოვში და შეხვედრი ხართ ამ ადამიანებს და ალბათ იცით მათი მიზნებისა და გეგმების შესახებ, ხო გარკვეულწილად, რომელიც მათ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ. აი რას ელოდებით მათთან პოლიტიკური ურთიერთობის შედეგად? პირველ რიგში ჩემი ამოცანა იყო და დღესაც რჩება, რომ საქართველოსთან მიდიოდეს ერთი გზავნილი. რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საჰაერო მიმოსვლა, სავიზო რეჟიმის გაუქმება, ღვინის თუ მინერალური წყლების იმპორტის საკითხი, ბუნებრივია, ეს ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი პრობლემა საქართველოს რუსეთის ურთიერთობაში ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის ქვეყნის გამთლიანება. თქვენ გჯერათ რომ შეძლებთ მაგის გაკეთებას, რაც ახლა დაასახელეთ. იცით რაშია საქმე? პირველ რიგში, პირველი ამოცანა არის რუსული პოლიტიკური ელიტასთან მიტანა იმ აზრისა, რომ ვერც ერთი საქართველოს ხელისუფლება, ვერც ერთი მომავალში მოსული ხელისუფლება ვერ დაივიწყებს ამ საკითხს და ვერ გადახაზავს ამ საკითხს. ეს საკითხი არის მთავარი საკითხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ურთიერთობის ფასი რუსეთთან და კეთილმეზობლობის და მეგობრობის ფასი ჩვენი მხრიდან ცხადია. ეს არის აფხაზეთი, ეს არის სამაჩაბლო. მე დავუსვი კიდეც შეკითხვა, თქვენ რას ითხოვთ ამის სანაცვლოდ და მე მაქვს ჩემი წითელი ხაზები როგორც პოლიტიკოს. სანაცვლო ნაბიჯებში არ იგულისხმება არც უარის თქმა დამოუკიდებლობაზე და არც უარის თქმა დემოკრატიისკენ სწრაფვაზე. აი ეს არის ისეთ იმ ფარგლებში, რაც საშუალებას გვაძლევს აი ეს ჩვენი პოზიცია, რა არის რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, ის მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ მე პასუხი კონკრეტული ამაზე ვერ მივიღე. ეს არის პრობლემა. მე შევატყე სხვათა შორის რუს პოლიტიკოსებს, არა მხოლოდ დემოკრატებს. აი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამაზე პასუხი ვერ მიიღეთ, როგორ ფიქრობთ, უნდა გააგრძელდეს კიდევ მათთან ამ თემაზე საუბარი, ან სხვა რომელიმე თემაზე საუბარი, ბატონობა, თუნდაც თქვენი მხრიდან, თქვენ ახლა. მე მგონია, რომ საუბარი მაინც უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ამ გზავნილის მიტანა, რომ ქართველი ერი, ქართველი ხალხი, მე როგორც აფხაზეთის ომის ჯარისკაცი, ერთადერთი ქართული ოცნება ეს არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ქართული ოცნება არის ერთიანი საქართველო. როცა ქართველები ზიანს სუფრაზე და ჭიქას წევენ, ერთიანი და მთლიანი საქართველოს ადეგრძელოს სვავენ, მიუხედავად პარტიულობისა. მე თქვენი ახლა მოსაზრება მინდა აუცილებლად ქალბატონის შეკითხვაზე, რა შეიძლება დაუპირისპირდესო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასო აი ამ მუქარის შემცველი განცხადებების ფონზეო? პრინციპული პოზიცია ზომიერი რიტორიკით. ჩვენ საუბრობთ რომ თქვა ბატონ ნუგზარმა არ უარყავ მეც დავეთანხმე რომ არ არის პიროვნული საკითხი რომ აი ეს ასე ვთქვათ სააკაშვილი პუტინის ჩვენც არ უნდა გადავიყვანოთ ეს პიროვნულ პოლიტიკაში და ჩვენც უნდა გქონდეს ცოტა უფრო სოლიდური ხედვა აი ეს განცხადებები პიროვნული ხასიათისა უნდა იყოს ნაკლები შეიძლება ამ საქმეში ჩვენს ბალტიისპირელ კოლეგებსაც მივბაძოთ რომლებიც აი ამ პიროვნულ თავდასხმებზე არ მიდიან
თუმცა პრინციპულად იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას. გავიგეთ თქვენი მოსაზრება, ბატონ პაატას რა თქმა უნდა ექნება ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი და გთხოვთ. მოგახსენებთ, როგორც ბატონმა ნუგზარმა აღნიშნა, საუკუნეებია გრძელდება საერთოდ რუსეთ-საქართველოს შორის ესეთი დაპირისპირება, ეს არ არის მარტო პუტინი დღეს, დაწყებული მეფის რუსეთიდან დღემდე მომდინარეობს ეს დაპირისპირება. მე მიმაჩნია, რომ სწორედ საერთაშორისო დონეზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს რუსეთზე, სწორედ ნატოსკენ ინტეგრაცია მოგცემს ჩვენი მის საშუალებას ევროპის წამყვან ქვეყნებთან, ჭიდრო და ესეთი ურთიერთობა და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველაზე დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს რუსეთზე. გასაგებია. დიდი მადლობა. ქალბატონ მანანა, თქვენი მოსაზრება, რამდენად კმაყოფილი ხართ მოსმენილი პასუხებით? კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა სტუმრებს სამომწურავი პასუხებისათვის. პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო, მე თუ მახსოვს, რომ ძირეულ საკითხში დაერთხვა ჩვენი მიმართებები რუსეთთან დაკავშირებით. მე ძალიან მოხარული ვარ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მოხდა აი ამ ეთერში. ერთ-ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არ ეხება ბატონ კოვას გამონათქვამებს, ბოლო თავის განცხადებაში, როგორც მედვედევმა, ასევე პუტინმა თქვეს, რომ მათ ისინი არ დაელაპარაკებიან, ну თქვა, სააკაშვილს, მინიმიზებული აქვს ურთიერთობა ხელისუფლებასთან, მაგრამ მათ თქვეს, რომ ქართულ საზოგადოებაში არის პოლიტიკური ძალები, რომელთანაც ისინი დაიწყნენ საუბრებს და მან თქვა, რომ აი ისინი ჩამოდიან მოსკოვში, ჩვენ ერთად ხსნით რაღაც მემორიალს. ძალიან მოკლედ, ძალიან თავარია. რატომ არის თქვენი აზრით ქართული ოპოზიციის ნაწილი, რატომ შეიძლება იყოს და არის ქართული ოპოზიციის ნაწილი დასაყრდენი რუსეთისთვის? ну აი მაგალითად ჩვენ მოვისმინეთ აი ბატონის მოსაზრება წეღა რომელმაც სრულიად ღია თქვა რომ მისთვის უმჯობესი არის ну რაღაცა მიმართულება სრულიად ცხადად გამოჩნდა ახლა იმ ორ მოსაზრებაში ირანთან დაკავშირებით და ნატოსთან დაკავშირებით რომ მისი არჩევანი ეს არის ლეგიტიმური უფლება ყველასი რომ კონდეს თავის დამოკიდებულება თავისუფლების მიმართ და ამ თავისუფლების დაკარგვის მიმართ საქართველო არ იყო ამისგან დაცლილი და ჩვენ ისტორიაში თუ არსებობდნენ თავისუფლებისათვის თავდადებული ადამიანები ისეთებიც არსებობდნენ რომლებიც ამე დათვით მოგერევა ბაბაე უნდა დაუძახო. ეხლა ძალიან ნუ გავამწელებთ, მოდით აუდიტორიასაც მოусმინოთ და მე შეიძლება თქვენ კიდევ გქონდეთ საშუალება, რომ გასცეთ მას პასუხი. მე ველი თქვენ აქტიურობას, თუ შეიძლება აწიეთ ხელი, მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე წევდეს ხელს. აგერ ჩემს მარჯნივ პირველ რიგში, თუ შეიძლება ბიჭი. მე ვხედავ ერთადერთ გზას იმის, რომ მოგვარდეს ურთიერთობა საქართველოსთვის. გინდა რუსეთთან მიმართებაში და თავარი მიზანი უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალათვლი იმას რომ ხელი შეუშალო ნებისმიერ ადამიანს რომელიც გაატარებს საქართველოში რუსული ოცნებისკენ მიმავალ გზას. ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე, მაგრამ მანამდე მე მინდა რომ შემდეგ თემაზე სანამ გადავიდოდეთ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ ელექტრონული პოსტის მისამართზე საჯარო პოლიტიკა GPBG ან ტელეფონის ნომერზე 249-355 ჩვენ ველით თქვენს აქტიურობას. და კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ოკუპანტებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, ეს არის კულტურული გენოციდი და შავი არქეოლოგია, თემა რომელიც ძალიან აქტუალურია მართლაც ამ თვეში და საერთოდ ბოლო დროს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგეხსენებათ ქართული კვალის წაშლა მიზანმიმართულად ხორციელდება, ქართული კულტურული ძეგლების განადგურება მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ასევე ადგილი აქვს იმას, რომ არქეოლოგიური გათხრები არაპროფესიონალების მხრიდან ტარდება და ქვეყნიდან გადის უნიკალური მასალა და აი ამ თემაზეც ჩვენს აუდიტორიას როგორც აღმოჩნდა, აქვს შეკითხვები, მათ აინტერესებთ აი ეს თემა და ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონი ანა სანაძე დასვავს შეკითხვას. ქალბატონო ანა, თუ შეიძლება გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დაუნწურავი პასუხი გამცეთ, თუ რა ზომები უნდა მივიღოთ და როგორ უნდა გადავარჩინოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურის ძეგლები. მაგალითად, როგორიცაა ოჩამჩირის რაიონში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელსაც რუსებმა ეგრეთ წოდებული ხახვის გუმბათი დაადგეს თავზე და რომელსაც ქართულ ხუროთმოძღვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დიდი მადლობა ქალბატონო ანა, მე დავამატებდი უბრალოდ და რა თქმა უნდა ამ შეკითხვაზე ბატონ პაატას უნდა მივცე საშუალება რომ პირველმა უპასუხოს, იგივე ილორის წმინდა გიორგის ეკლესია და უამრავი, სადაც მართლაც არის უკვე ყველაფერი განადგურებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აი ვუპასუხოთ ქალბატონ ანას, როგორ შეიძლება რომ გადავარჩინოთ ეს ძეგლები? ამ ბოლო პერიოდში ყველასთვის ნათელია თუ რა ხდება კონკრეტულად აფხაზეთის ტერიტორიაზე და მართლაც იმ უნიკალურ ძეგლებზე, როგორიც არის ილორი, როგორიც არის ბედია, როგორიც არის ახალი ათონი, დრანდა,
და აღარ გავყვები კიდე ამ სიას მე უბრალოდ ვიტყვი იმას რომ აფხაზეთი გახლავთ მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კუთხე და ძირძველი კუთხე საქართველოსი სადაც ისტორიული ძეგლები ესე ვთქვათ არის დახუნძლული როგორც მიწისზედა ძეგლები ასევე არქეოლოგიური ძეგლები ჩვენ და სამწუხაროდ ყველანი მოწმენი ვხდებით მართლაც მიზანმიმართული ქმედებისა რუსული მხრიდან რომ მათ სურთ რომ წაშალონ ყველანაირი ქართული კვალი იქ ილორის ეკლესია არის ამის ნათელი მაგალითი მოამბეში ამასთან დაკავშირებით არაერთი რეპორტაჟი მომზადდა. კი ბატონო, ილორის ეკლესია აბსოლუტურად შეცვლილი არქიტექტურით და ეს უკვე გახლავთ რუსული არქიტექტურა და მას ქართულ არქიტექტურასთან არანაირი სიახლოვე არ აკავშირებს. იგივე ბედიაზე, როდესაც ჩვენ ვგებულობთ რომ ბაგრატ მესამის ფრესკა, როდესაც სამხრეთის კედელზე მოგეხსენებათ ბედიის ტაძრისა გამოსახული იყო ბაგრატ მესამე ბედიის მაკეტით და იქ არა მარტო თქვა ბაგრატ მესამე, იქ იყო კიდე დანარჩენი მხატვრობა, ანუ რა დღეშია მის გვერდზე ის მხატვრობა ჩვენ ჯერ არ ვიცით ჩვენ და სამწუხაროდ აი რა ზომები უნდა მივიღოთ ბატონო მე უბრალოდ მინდა რომ საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში ჩვენ კარგად ვიცით რომ როდესაც ამაზე დაიწყო უკვე მithმა და ჯერ კიდევ მანამდესაც რამდენიმე წლის წინ ეს იქნებოდა დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა იმ კუთხით რომ რაღაცნაირად მიგვეღო ზომები და მოგცემოდა საშუალება რომ ჩვენ მოგვეხტინა იქ მონიტორინგი საერთაშორისო ექსპერტებთან და იგივე აფხაზ კოლეგებთან ერთად და მომხდარიყო სრული მონიტორინგი და აღწერა იმ ძეგლების მდგომარეობისა და არ გქონოდა ჩვენ რაღაცა ყურმოკრულით და გაგონილით ისე რომ დარწმუნებული არ ვიყავით მართლა რაღაცა ხდებოდა თუ არ ხდებოდა ამიტომ აუცილებელი იყო სწორედ ადგილზე მონიტორინგი ჩვენ მივმართეთ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას იუნესკოს ამ კუთხით ჩვენთან ერთად მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ ბოლო პერიოდში ჩვენ კარგად ვიცით რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ ესე ვთქვათ განგაშის ზარი ჩამოკრა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ამცნო თუ რა ხდება იქ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოიღებს თუ არა ეს ყველაფერი შედეგს თქვენი აზრით უნდა გამოიღოს ამან შედეგი აუცილებლად ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმის იმედი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს იმიტომ რომ სოფლიო საზოგადოება და მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა დადგეს ესეთი ვანდალიზმის წინააღმდეგ. ეს არ არის მიმართული არა მარტო ქართული ძეგლებისა და საქართველოს მიმართ, მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იქ არსებული ძეგლები გახლავთ მართლაც სოფლიო დონის მნიშვნელობის ძეგლები და ამ ძეგლების დაღუპვა და განადგურება ეს არის მართლაც კატასტროფა. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ამას გულთან ახლოს მიიტანს და მოხდება ერთხელ და სამუდამოდ სრული მონიტორინგი და დარეგულირება ამ საკითხებზე. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ოლექს მინდა ვთხოვო ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება რომ გამოთქვას, რა ზომები შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და რა зомები უნდა მიიღოს სახელმწიფომ, რომ გადარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და შეჩერდეს მათი განადგურება. Ой, мне может быть сложнее отвечать. უფრო ძნელი ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს, იმიტომ რომ მე ყოფილი არქეოლოგი ვარ, პროფესიით და დაახლოებით ვიცნობ მდგომარეობას და დაახლოებით ვიცნობ 70 წლის შემდეგ საბჭოთა წყობილების შემდეგ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ძეგლები და თქვენ ისიც კი არ თქვით რომ ცხინვალის ტერიტორიაზე 12 ნახევრად დაგრეული ეკლესიაა და დაინგრა 2008 წლის ობის დროს ეს ყველაფერი მე ვაგონებს ფაქტიურად ბოლშევიკების პოლიტიკას, რომლებიც ადადგურებდნენ კულტურას. და თუ შორს ჩაუყბავდებით ისტორიას უფრო, ეს არის ისტორია საქართველოს მე-19 საუკუნის დასაწყისის, ის როდესაც ქართულ ეკლესიას ჩამოერთვა ავტოკეფალია, როდესაც მართლმადიდებელი უდლები რუსეთიდან ჩამოსული სხობდნენ ფრესკებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოიღებს შედეგს, აი თუნდაც ის რაზეც ბატონი პაატა საუბრობდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ატეხოს ამაზე განგაში და რაღაც გარკვეულწილად მოხდეს მონიტორინგი, აი შეაჩერებს თუ არა ესეთი ნაბიჯები ძეგლების განადგურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? По крайней мере, об этом надо говорить. სულ მცირე ამაზე უნდა ვისაუბრო. და მე მეშინია რომ რუსული ხელისუფლება ყველაფერი რაც შეეხება კულტურას, რაც შეეხება
მე არ საუბრობ ისეთ თემებზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მრავალი ენა გაქრა, ანქრება ამჟამად, ისევე როგორც მრავალი ხალხის კულტურა, მაგრამ მუდმივად საჭიროა ამაზე საუბარი. საჭიროა იმის მიღწევა, რომ იუნესკომ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები, ჩვენ უნდა ვისაუბროთ დასავლეთის ქვეყნის ლიდერებს, რა თქმა უნდა, საჭიროა დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ისინი მუდმივად ახსენებდნენ რუსეთს, რომ თუ რას რა მოქმედებებს ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფიზიკურად ძნელია ეს გაკეთება. აფხაზეთში რაღაც ნაწილობრივ შესაძლებელი რაღაც ფოტოების და ადამიანთა რაღაც ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება ცხინვალში ძნელია. ამის გაკეთება ცხინვალში ჩვენ გვაქვს ფაქტიურად თანამგზავრებიდან მიღებული ფოტოები, რომ დავასკოთ რა მდგომარეობაშია. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ გადავარჩინოთ ეს ძეგლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე? ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოაქვეყნონ წერილი იუნესკოში და იუნესკოს პასუხი. მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს, როგორ იყო ეს საკითხი დასმული, რას ვითხოვდით ჩვენ და როგორია იუნესკოს პასუხი, იმიტომ რომ ეხლა ბოლოსაც იყო ევროსაბჭოში განცხადება, თუ არ ვცდები. ევროსაბჭოში განცხადება ეს არ არის ის ტრიბუნა, სადაც ეს ჩვენ ვართ იუნესკოს ოფიციალური წევრი, ამიტომ ჩვენ ოფიციალურად ის წესრიგში უნდა დავსვათ ეს საკითხი და მივიღოთ ძალიან კონკრეტული პასუხი. მონიტორინგი უნდა განხორციელდეს იუნესკოს მხრიდან ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ეს გაკეთდეს. ჩვენი კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ იმის საშუალებასაც კი გვაძლევს, რომ ამ შემთხვევაში არ შევქნათ პრობლემა, რომ დავუშვათ თუ რუსეთის მხრიდან შევა იუნესკოს დელეგაცია, იმიტომ რომ იქ ზუსტად ეს არის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს. თუმცა ბატონი ლეფორტის ჩასვლა ამ რამდენიმე დღის წინ სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით ქმნის იმ პრეცედენტს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას იუნესკოს მიერ და აქედან ჩავიდეს სწორედ მისია და შეისწავლოს ეს. მე უბრალოდ მინდა მე ქნება შთაბეჭდილება, მე ხლა არ მინდა რაღაც ბრალდებად გამიგონ, მაგრამ მოდით გავსაზღვროთ რა არის ჩვენი ამოცანა. დაველოდოთ როცა ამ ტაძრებს რამე მოვა და მე ვამხილოთ რუსეთის ხელისუფლება თუ გადავარჩინოთ. თუ გადარჩენის ამოცანა გვაქვს, კიდევ ერთი გზა არსებობს. მე კარგად მესმის, რომ ვთქვათ, კონფლიქტის მხარედ ჩვენ აღიარებული ყავს რუსეთი და რუსეთის ოკუპაცია. მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც არ ეხება არც სტატუსს, არც დამოუკიდებლობის აღიარებას და მე ვიცი რომ აფხაზებიც წუხან ამის თაობას. მე არა მაქვს ის განცდა, რომ ისინი სიხარულით უყურებენ იმას, რაც ხდება ბედიაში და რაც ხდება ილოში. შეიძლება ეს იყოს სახალხო დიპლომატიის თემა და ეს იყოს ის ვთქვათ, თემა პირდაპირ დიალოგისა აფხაზებთან, რომელიც აუცილებელია. კონფლიქტის მოგვარებისთვისაც აუცილებელი და ეს თანაც ძალიან უპრიანი იქნება ამ შემთხვევაში. ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. დიდი მადლობა ბატონო მუგზა, რას ფიქრობთ თქვენ? ბატონო ოლეგ, უპასუხეთ და Я хочу задать вопрос. კითხვა მინდა დაუსვა ბატონ კობას. აი, კიდევ ერთხელ როცა ჩახვალთ მოსკოვში, შეგიძლიათ ეს კითხვა წამოჭრათ იქ? Я говорю сейчас о визите в Сохуми. ქართულად ბატონო კობა და სოხუმში წასვლაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და პირდაპირ დიალოგზე. იცით, ყველაფერზე რუსებს არ უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ აფხაზ კოლეგებს უნდა ვესაუბროთ ამ თემაზე. თქვენ ხო ვერ გამიგეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, ეს არის თანამედროვე რუსეთის სახე. როდესაც ჩვენ ძველი ამბები ვიცით, როგორ გადაღებეს ალავერდის ტაძარი, როგორ შეათეთრეს ცხოველი, როგორ გადაღებეს საფარა და როგორ რაც გაუგებარი ვარსკვლავები დაახატეს თავის დროზე ახალგორთან, ეს ყველაფერი ძველ ამბებს როგორ გადალეს ეს ქართული ჩუქურთმები. ხშირად მე გულწრფელად მიფიქრე, რომ ნუ თუ ეს ყველაფერი შეიძლება მართალი იყოს, ნუ თუ ერთმორწმუნე ქვეყანამ, მართლმადიდებელმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენლებმა შეიძლება ასეთი რამ დამანთონ სხვა ქვეყნის კულტურას, მოძმე ქვეყნის კულტურას, მაგრამ იმპერიული სულისკვეთება დგას სამ ძირითად ფუნდამენტზე. ეს არის სამხედრო, პოლიტიკური და კულტურული დომინაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ კულტურულ დომინაციაზე ვლაპარაკობ და იმის სურვილზე, რომ შენ კი არ აღიარო სხვისი კულტურა, არამედ მოსპო ეს კულტურა. ისე როგორც თქვათ ავღანელებმა, ტერორისტებმა, როგორც ააფეთქეს ბუდას ქანდაკება. აი ეს არის დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების სახე სამწუხაროდ. რა თქმა უნდა იყო საკითხი და პოლიტიზაცია მოხდა ამ საკითხის კერძოდ როგორც რუსული მხარე ისევე აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლება
ცდილობდა რომ ამისთვის პოლიტიკური შეფერილობა მიეცა ამ ტაძრების აღდგენის პროცესისათვის, თუმცა ქართული მხარის პოზიცია არის სავსებით ნათელი, რომ ამ მიმართულებით საქართველო არ ქმნის პრობლემას. იმდენად დიდი კულტურული ღირებულების მატარებლები არიან ეს ძეგლები. ხოლო რაც შეეხება იმას თუ რასახით წარდგა ეხლა თანამედროვე რუსეთი და თანამედროვე აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლება მთელი მსოფლიოს წინაშე, ეს არის კიდევ ცალკე საკითხი. როგორც იუნესკოს წინაშე კულტურის სამინისტროს მხრიდან, ასევე საგარეო სამინისტროს, საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ასევე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკანასკნელი განხილვები ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, იმიტომ რომ იქ სწორედაც იუნესკოს წარმომადგენელი გამოდიოდა და მის წინაშე იყო დასმული ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა, ისევე როგორც ზოგადად სახალხო დიპლომატიამ, არ ამგონი ამ შემთხვევაში მხოლოდ აფხაზებით უნდა შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ მათ წინაშე ხდება ეს ყველაფერი, ქართული ძეგლების დამახინჯება და მე აფხაზური საზოგადოებიდან სამწუხაროდ ერთი პროტესტის ხმაც კი არ გამიგია, ასე რომ ამ მიმართულებით უფრო ნაკლებ შედეგებს ველოდები. პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველა სხვა ქვეყანასთან, ყველა დიდი შეხვედრიდოს, მათ შორის შესაძლოა სააკაშვილის და ობამას შეხვედრიდოსაც ეს საკითხი უნდა დაისვას, იმიტომ რომ ვინც ანადგურებს ერთ კულტურის ძეგლს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ის სინამდვილეში ანადგურებს მთელ მსოფლიო კულტურას. ამის ცდილობა არის და ქალბატონ ანას მოსაზრება გავიგოთ, რამდენად გასაგები იყო თქვენთვის მათი პასუხები. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, რადგან ეს არის საერთაშორისო პრობლემა და უნდა არსებობდეს რაიმე დამცავი ობიექტი, რაც თქვათ ამ ოკუპანტებს ხელს შეუშლის და აღკვეთავს მათ მოქმედებას. დამცავი მექანიზმი. დიახ, აი რაღაც უნდა არსებობდეს. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიდრე აუდიტორიასთან გადავიდოდე, მე ის რა თქმა უნდა მოგცემ საშუალებას. მე მინდა რომ ამ თემაზე ძალიან საინტერესო შეკითხვები შემოვიდა და რამდენიმე მათგანი ჩავინიშნე და მინდა რომ უბრალოდ ჩაგიკითხოთ და თუ მოასწრებთ რომ მოკლედ მიპასუხოთ, ბატონ პაატას ყოველ შემთხვევაში აუცილებლად მივცემ ამის საშუალებას. როდის და როგორ დაიწყება ძეგლების გადარჩენის პროცესი? უფრო საინტერესო ალბათ როდის, იმიტომ რომ როგორ თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ, შესაძლებელია თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ძეგლებზე პერმანენტული მონიტორინგი ჩაატარონ და რამდენად რეალურია, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვან იუნესკოს ექსპერტებიო. ბატონ პაატა. ბატონო, მე წეღა რაზედაც ვისაუბრე, სწორედ ნაწილობრივ ეხებოდა ამ საკითხებს. როდის დაიწყება ეს ძალზედ-ძნელი სათქმელია, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ამ ქართველი კაცი გულანთებული ამ თემის მიმართ და არ შეიძლება ვიღაცა ამ კუთხით პასიურობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ ეს რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ერთადერთი გზა ამის დაწყებისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სწორედ საერთაშორისო საზოგადოებების გააქტიურება. დიდი მადლობა. ბატონ ნუგზარ, რამდენად შესაძლებლად და რეალურად მიგაჩნიათ, რომ აი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუშვან თუნდაც იუნესკოს წარმომადგენლები? დიახ, მიმაჩნია რეალურად და შესაძლებლად, უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს ყველაზე უფრო ახლოს ვდგავართ იმასთან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის იუნესკო, იყოს დაშვებული. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ქართველი არქეოლოგებისათვის ობსტრუქციის მოწყობა და ნუ კიდევ სხვადასხვა საკითხები, რაღაც პოლიტიკური საკითხებიც, მაგრამ ყველაზე ახლოს ვდგავართ. თქვენი მოსაზრებაც მინდა, რამდენად შესაძლებელია, რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციებმა პერმანენტული მონიტორინგი ჩაატარონ ამ ტერიტორიაზე? მე მიმაჩნია, რომ ეს სავსებით რეალური და შესაძლებელია. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ძეგლების გადარჩენისთვის. და ბატონ ოლეგსაც ბოლოს მინდა ვკითხო, თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ აი ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული ეს ტერიტორიები, მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების იქ დაშვება? Только 2 дня назад в Петербургში დაიგრა ერთ-ერთი ისტორიული სახლი, ისტორიული შენობა. რუსეთის ხელისუფლებას პატივისცემა საკუთარი ისტორიის მიმართაც არ გააჩნია, საკუთარი ძეგლების მიმართ და მოსთხოვ მათ პატივისცემა უცხო ქვეყნის კულტურის საერთაშორისო ზეგავლენის საერთაშორისო ორგანიზაციებში არ გამოვა. მე აუდიტორიას მოკლე რეპლიკების საშუალებას მივცემ, თუ შეიძლება პირველ რიგში ძალიან დიდი ხანია ჩემს პირდაპირ ქვედა რიგში იწევს ხელს ადამიანი, გთხოვთ. ერთი თვის უკან მოხდა ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადაღება. შემდეგ ამას მოყვა ბედის მონასტერი. რა იქნება ხვალ? რას გააკეთებს ხვალ რუსეთი და რას გაგვინადგურებს? ეს არ არის ახალი საკითხი და ეს რუსეთს დიდი ხანია ესეთი რაღაცები აქ გაკეთებული, თუნდაც გერგეტის სამებაც გადაღებეს მათ, მაგრამ მე ვიტყვი ერთს, რომ რამდენიც არ უნდა ღებონ, რამდენიც არ უნდა შალონ საქართველოსი აფხაზეთი იყო
არის და იქნება ეს ყოფილი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენს გვერდით ბიჭს გადაეცით, თუ შეიძლება მასაც სურდა აზრის გამოთქმა. მოკლედ ოღონდ. კი, ანუ მე ვფიქრობ, რომ რაც გამოითქვა აზრი ყველაფერი მართლა ანუ საჭირო ყველაფერი არის, მაგრამ ერთ რამეს დავამატებდი, რომ პირველ რიგში პოლიტიკამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის ჯერ პირველ რიგში საზოგადოებასთან, მასებთან ურთიერთობა. და მე პირადად ვარ ამის მომხრე, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც კი, მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება. ადამიანები მართლა მე მაქვს კავშირი რუსეთში ადამიანებთან, მე ვარ სასულიერო სემინარის სტუდენტი და მაქვს ვაპირებ დავამყარო კავშირი მოსკოვის სასულიერო სემინარის სტუდენტებთან და გავაგებინო მივაწოდოთ ზუსტი სწორი ინფორმაცია ყველაფერზე რაც ხდება, მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ტაძრებზე, მე-11 საუკუნის, მე-10 საუკუნის ამ ძეგლებზე და ზუსტად იცოდნენ რა ხდება, რატო ხდება და მათ ქონდეთ თავიანთი აზრი, რათა მომავალმა ქრისტიანებმა და მომავალმა სასულიერო პირებმა უკვე თვითონვე გადაწყვიტონ აირჩიონ სწორი პოლიტიკა და არ ვიცი ვის დღეს ვის რა ეშლება, მაგრამ თავარია ხვალ ჩვენ რა ვიქნებით მომავალი თაობა იყოს ღირსეული. მადლობთ. აკეთა ფლანგი სხვათა შორის პასიურობს, აი ერთ ბიჭსაც მივცემ საშუალებას. თუ შეიძლება, ჩვენ შემდეგი თემა ძალიან საინტერესო გვაქვს, იმაზეც მოკლედ, გთხოვთ. მოგესალმებით. მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო როგორც რიგითმა ქართველმა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები და მოქმედი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. იმის მიმართულებით, რომ დროზე მოხდეს ამ ყველაფრის შეშერება. მადლობ, დიდი მადლობა. თქვენს გვერდითაც გადაეცით და დავამთავროთ ეს თემა. ბოდიშ ვიხდი. მოგესალმებით. პირველ რიგში ერთი რამ მინდა აღვნიშნო აფხაზეთთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივია კონფლიქტი ძალიან რთულია, ძალიან რთული გადასაწყვეტია, მაგრამ მარტო ვიღაცა ვერ გადაწყვიტოს ამას. მარტო ვიღაც კონკრეტული პრეზიდენტი ან მთავრობა ყველა უნდა დაადგეს ამის სადარაჯოზე. იგივე ყველანაირად მიწერ მოწერით შემთხვევითი შეხვედრა იქნება აფხაზთან. მოდი დაველაპარაკოთ, აუხსნათ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. და ყველა ერთად რაღაცას უკვე კონკრეტულ შედეგებამდე მომავალში აუცილებლად. ძალიან საინტერესო იყო მოსაზრებები. მე ბოდიშს ვიხდით. შემდეგ თემაზე აუცილებლად კიდევ მოგცემ საშუალებას, უბრალოდ გადაცემის დრო იწურება და ამიტომ ჩქარობ და ჩვენი გადაცემის ბოლო თემაზე მინდა გადავიდე. ეს არის ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შემდეგ, მაშინ როდესაც მეზღვაურებმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს მხოლოდ ხელისუფლების ჩარევის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამის პირდაპირ ვალდებულება არ ჰქონდა, ეს მაინც ასე მოხდა. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფოს ან დამსაქმებელს და სახელმწიფო და დამსაქმებელი თავის ვალდებულებას მაშინაც კი, როდესაც ეს მათი პირდაპირ ვალია, არასრულებს ხოლმე. აი მოდით მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით რა აინტერესებს საზოგადოებას და ბატონი ზურა ქოიავა არის კითხვის ავტორი. თუ შეიძლება გთხოვთ. როგორ უნდა რეგულირდებოდეს ვალდებულებები დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის? ხშირ შემთხვევაში არასრულებენ კომპანიები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა. ბატონ ნუგზარ, თქვენთან არის მე მგონი. დიდი მადლობა. სულ ერთ წამით გამოეხმაურები აფხაზ ბავშვებთან, სტუდენტებთან და ბავშვებთან შეხვედრამდე თბილისში იმართება ძალიან ბევრი შეხვედრა. დღეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე დავსწრები ვარ რამდენიმე შეხვედრას და დიდი ჯგუფები ჩამოდიან აფხაზეთიდან, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც არის ძალიან კარგი ნაბიჯები იმისათვის, რაც შეუძლიათ სტუდენტებს და ახალ თაობას რომ გააკეთონ ამ კონფლიქტის მოწესრიგებისათვის. თუმცა ცხადე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი და ყველაზე განსაზღვრელი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ხო, რაც შეეხება თქვენი გადაცემა ეხება ერთი თვის განმავლობაში მოხდა მნიშვნელოვან მოვლენებს. კითხვა არის ზოგადი და თქვენ განაზოგადეთ ზოგადად ეს პრობლემა დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის ურთიერთობების, თუმცა არის უამრავი ნიუანსი და სწორედ ნიუანსირებული მიდგომა არის ამ შემთხვევაში ის გზა, რომელიც ჩვენ სწორ პასუხებამდე მიგიყვას. მე გულწრფელად არ ვთვლი, რომ ჩვენი დრო გვაძლევს შესაძლებლობას იმისათვის, რომ ყველა ტიპის დასაქმებულსა და დამსაქმებელ შორის ურთიერთობაზე ვისაუბროთ, მაგრამ რახან მეზღვაურების თემა არის წამოწეული, მე პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ქართულ სახელმწიფო ზრუნავს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იყოს ეს მოქალაქე. რაც უფრო ძლიერი არის სახელმწიფო, მით უფრო ეფექტურია მის მიერ განხორციელებული ზრუნვა თავის მოქალაქეებზე და მით უფრო მეტად შეუძლია როგორც გეოგრაფიულად, ისე სხვა მხრივაც განავრცოს თავის შესაძლებლობები მხარდაჭერის თავისი მოქალაქეს. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მოახერხა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელსაც შესაძლებელი გახადა ის, რომ დღეს ეს ადამიანები არიან თავიანთ ოჯახებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ
არსებობენ კომპანიები, ცხადია, მათაც აქვთ სერიოზული პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რასთან მქონდა საქმე. ეს არის ტერორიზმი. ეს არის მართლა შავი ჭირი თანამედროვე მსოფლიოსი, რომლის წინაშე უძლიერესი სახელმწიფოებიც კი შემზრკალნი გვინახავს ჩვენ და სულ არაფერი შეგვიძლია გავიხსენოთ ნიუ-იორკის ცნობილი აფეთქებების თემა. ამიტომ მე ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ეფექტურად, უნდა იმოქმედოს თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები ამა თუ იმ კომპანიას წარუდგენენ პრეტენზიებს, თუ არ იყო შესაბამისი მხარდაჭერა ამ კომპანიების მხრიდან, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გადადგეს ნაბიჯები იმისათვის, რომ კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა ქონდეს ჩვენ მოქალაქეებს აღმოჩენილი. დიდი მადლობა, ბატონო კობა. მე ცოტა რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს თუნდაც სახელმწიფო აი დამქირავებელსა და დაქირავებულ შორის ურთიერთობაში? მე არ შემოვიფარგლებოდი ამ თემით, დაწყებული იქიდან რომ საქართველოში არ არის შრომის კოდექსი, რომელიც შეესაბამება იგივე ევროკავშირის სტანდარტებს. დამქირავებელს უფლება აქვს მაგალითად უმიზეზოდ გაანთავისუფლოს დაქირავებული, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და უამრავია შემთხვევები, როდესაც პირადი სიმპათია არ მოწონების საფუძველზე ხდება განთავისუფლება. არსებობს სახელმწიფოს სხვა ვალდებულებებიც. მე რა თქმა უნდა მივესალმები განთავისუფლებას ამ მეზღვაურებისა. მე არ მგონია თქვენ ბრძანეთ არ იყო სახელმწიფო. მე მგონია ეს სახელმწიფოს მოვალეობაა და არა ასე ვთქვათ კეთილინება ეს ერთი, მაგრამ სახელმწიფოს აქვს საკუთარი მოვალეობები სხვა მოქალაქეების მიმართ და სამწუხაროდ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ისევე ცუდად ცხოვრობენ, როგორც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში. და ამ ადამიანების ბედით დაინტერესება სახელმწიფოს მხრიდან და მათზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. მე მინდა უახლოეს ის რომ ეს არ იყო უშუალოდ სახელმწიფოს ვალდებულება თქო, იმიტომ რომ მათგან დამქირავებელი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს მათი საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა სახელმწიფოს მოვალეობაა. სახელმწიფო რომ მოქალაქეზე უნდა ზრუნავდეს, მაგაზე თანხმდებით. ეს ჩემი აზრია, მე ჩემს მოგახსენებთ. მე მინდა ერთ ძალიან კონკრეტულ საკითხს შევეხოთ და ვისარგებლო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან ამას. საქმე ეხება ინვალიდების პრობლემას და განსაკუთრებით მე არ შევეხები ყველა პრობლემას, შეეხება ბავშვ ინვალიდებს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი 2006 წელს საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, სადაც ის ინვალიდები, მაინც ამ სიტყვას ვიხმარ, რომლებიც მომვლელის დახმარებას საჭიროებენ, ანუ ჩავარდნილი და ამ შემთხვევაში ბავშვებზეა საუბარი, გაათანაბრა პირველი ჯგუფის ინვალიდებთან და მათ ეკუთვნით იგივე პენსია ამ კანონის თანახმად. 2009 წლამდე ეს არ იყო ბიუჯეტის კანონში ასახული, 2009 წლის შემდეგ ეს კი არის ბიუჯეტის კანონში, მაგრამ ეს ადამიანები იღებენ არა იმ პენსიას, არამედ 30 ლარით ნაკლებ პენსიას. არა 100 ლარს, არამედ 70 ლარს. მე ასე მგონია, როგორც იურისტს, რომ როდესაც ერთი კანონი ამბობს, რომ ორი კატეგორია ერთმანეთს უთანაბრდება და მეორე კანონი ბიუჯეტის შესახებ ამბობს, რომ აი ერთ-ერთ კატეგორიას 100 ლარი ეძლევა, მაშინ მეორესაც უნდა ეძლეოდეს იგივე 100 ლარი. მე არ ვიცი რა არის ამისთვის საჭირო, პარლამენტის განმარტება, კომიტეტის განმარტება, ცვლილება ბიუჯეტის კანონში, მაგრამ ლაპარაკია რამდენიმე 1000 ადამიანზე. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი რა, თემისგან წავედით ახლა სხვაგან. ამ თემაზე თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ გადაცემის მიღმა, მე ახლა ბატონ ოლეგს უნდა მივცე საშუალება, რომ იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ბატონმა ზურაბმა დასვაგთ. ხო, ბატონო. Конечно, те граждане Грузии, неважно, какой საქართველოს ის მოქალაქეები არ აქვს მნიშვნელობა. რომელი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდნენ, ისინი რა თქმა უნდა დაცვას მოითხოვეთ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვამოს, საქართველოს არ არის დიდი ქვეყანა და არ გააჩნია ისეთი შესაძლებლობები საერთაშორისო ზეწოლისა. ჯეროვანი შესაძლებლობები და მე ვხედავ ესეთ ურთიერთკავშირსაც საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში ეურო სტრუქტურებში და ნატოში ეს გახლავთ ერთ-ერთი დამატებითი შესაძლებლობა გამოვიყენოთ წევრობა ამ ორგანიზაციებში იმისთვის რომ დავიცვათ საკუთარი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში და აქ მე ესე ვთქვათ უნდა მოულოდნელად დავეთანხმო ბატონი კობას ბოლო გაცხადებას იმიტომ რომ მე აი შევეჩეხე პრობლემას როდესაც ჩამოვიდა სტუმრად ჩამოვიდა ქალბატონი ინვალიდი და სამწუხაროდ აი პრობლემის წინაშე აღმოჩნდი რომ საქართველოში არ არის თითქმის
ისეთი სასტუმროები, სადაც იგვალიდების მიღება შეუძლიათ. უბრალოდ როგორი არ გაქვთ საშუალება რომ არ უპასუხოთ. ამიტომ ძალიან მოკლედ უპასუხეთ რა თუ შეიძლება ბატონ კობასაც და ბატონ ოლეგსაც. აქ ჩამოსული იყო ეს არის შესანიშნავი ქალბატონი, ეს კიდევ უფრო სხვა თემა არის. ცხადია საზოგადოების დონეზე, საზოგადოებრივ სიჯანსაღეზე მეტყოლებს მისი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სხვადასხვა პრობლემების გამო შეზღუდული აქვთ ადამიანური შესაძლებლობები. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვილაპარაკოთ კონკრეტულ საკითხზე, უნდა ვილაპარაკოთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. თლიანობაში ცხადია ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ჯანსაღმა ადამიანმა ორმაგად უნდა გაუწოდოს ხელი იმას, ვისაც რაიმე სახის პრობლემები აქვს, სახელმწიფომ ამისათვის უნდა იზრუნოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუმცა მე ჩემთვის რომ გეთქვათ, ხო, მე ვიტყოდით, რომ მას კონდეთ არა 100, არამედ კონდეს 110ჯერ უფრო ხარდაჭერა. ამიტომ ეს საკითხი არ არის ასეთი საკითხი. ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხარდაჭერა, თუმცა ეს არის ამავე დროს განცალკევებული საკითხი და ის არის იმდენად სენსიტიური, რომ მე ვფიქრობ, რომ იმსახურებს ცალკე ბატონო პატა, თუ შეიძლება თუ გაქვთ მოსაზრება ბატონი ზურას შეკითხვასთან დაკავშირებით. შემიძლია გაგიმეოროთ კითხვა. კი ბატონო, იცით, მე მახსენდება აგერ სულ ახლახანს იყო არ იყო ეს ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იყო აბსოლუტურად დაუცველი. ალბათ ამაში ყველა დამეთანხმებით. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, მეზღვაურების საკითხს, მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ, როგორც ბატონმა ნუგზარმა ბრძანა, ეს არ იყო იოლი მოსაგვარებელი საკითხი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საქმე გაქვს ტერორისტებთან და აბსოლუტურად ადამიანებთან, რომლებიც აბსოლუტურად რას მოიმოქმედებენ, კაცმა არ იცის, როცა ხელისუფლება დგამს ამ ნაბიჯებს და ეს გახდათ ძალზედ სერიოზული სამუშაო, ეს არ იყო იოლის საკითხი და ჩვენ ყველამ შევხედოთ და ჩავთვალოთ ჩვენი თავი, მოდით ერთი წამით იმ ოჯახების მაგივრად, ვისი შვილებიც და ოჯახის წარმომადგენლებიც იყვნენ ამ მდგომარეობაში აი ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ მე მივესალმები, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ამ ნაბიჯს და რა ვიცი, მე მგონი ყველანი ერთგულოვანი ვიქნებით აი ამ საკითხის. კიდევ ბოლოს ვიტყვით 20 წამს, თუ მთავრდება ჩვენი გადაცემა და ჯერ აუდიტორია არის პრიორიტეტი ამ გადაცემაში. და შემდეგ უკვე თქვენ თუ დამრჩება დროს უკვე გადავაცილებ, მერე მოგცემთ საშუალებას რომ ისაუბროთ. ჯერ ბატონი ზურაბი, რომელიც იყო კითხვის ავტორი, გთხოვთ. გამომწურავს რაც შეეხება პასუხს მივიღე, მაგრამ მე მაინც ჩემს დავაფიქსირებ, რომ ვისურვებდი, რომ საქართველოს ისეთი კანონი იყოს სამუშაოსთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირშია. იმიტომ რომ ეხლა თქვენ ლაპარაკობდით მეზღვაურების თემას, მაგრამ თვითონ საქართველოსიც იმდენი კომპანიებია, რომლებიც არ ღვევენ და კარგი იქნება თვითონ ამ კომპანიებს თვითონ სახელმწიფოს თუ გააკონტროლებს თავის ან კანონ პროექტით ან რაღაც მეშვეობით, რომ აღარ დაანებდეს. დიდი მადლობა ბატონ ზურა, ძალიან დიდი ხანია. პირველ რიგში ჩემს პირდაპირ ყმაწვილი იწევს ხელს და თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება მოგეთ. მოგესალმებით აღმშვიდობის. მე მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ საქართველოს პატარა ქვეყანამ დღევანდელ დღეს იმ სოფლიო პრობლემასთან, რაც სომალი მეგობრებს შეეხება და მინდა მართლაც თქვა ის, რომ ეს ამხელა პრობლემა გადაწყვიტა და მოაგვარა. დიდ ფაქტად მიმაჩნია ნამდვილად და მე მინდა მადლობა მოუხალდო იმ პიროვნებებს, ვინც საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ კონკრეტულ პიროვნებებმა თავი შეიწუხეს და ნამდვილად გააკეთეს თავისი გასაკეთებელი. დიდი მადლობა. მარცხნივ პირველ რიგში ყმაწვილი, დიახ. ნახსენები იყო თემა, ბატონმა ნუგზარმა განაცხადა, რომ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც სოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე მოწინავე რიგებში დგანან, ვერ შეძლენ და ვერ გაიბრძოლენ იმ კონკრეტული პრობლემის წინაშე, რასაც ქვია ტერორიზმი, რასაც ქვია მეკობრეობა. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა დგას იმ ხელა პოლიტიკურ კვარცხლბეკზე, რომ შეუძლია ამ ტერორიზმისაგან გაიბრძოლოს, მაშინ ჩვენ უბრალო მოქალაქეებს ეს არ გვცოდნია. დიდი მადლობა და ძალიან მოკლე რეპლიკების საშუალება მაქვს. თუ შეიძლება ბიჭი აგერ პირველ რიგში ჩემს მოგესალმებით, ანუ სახელმწიფო ყველაფერი გააკეთა თავის ხალხისთვის, ანუ მას შეწევს იმის უნარი, რომ დაიცვას თავის მოქალაქე. ძალიან დიდი მადლობა. ვეღარავის ვეღარ მივცემს აზრის გამოთქმის საშუალებას. ძალიან მოკლე რეპლიკები ჩვენ სტუმრებს და ვასრულებთ გადაცემას. დიდი მადლობა. ყველას მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა თვითონ პროექტის ავტორებსაც, აგრეთვე ყველა ადამიანს, ვინც გამოთქვა თავის აზრი
ერთმანეთსაც მე მგონი უნდა უთხრათ მადლობა, თუმცა მიმაჩნია რომ ჩვენი გადაცემის ლაიტმოტივი და მთავარი სიტყვები იყო აქ ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის სიტყვები რომ რაც არ უნდა ანგრიონ, რაც არ უნდა ანადგურონ ჩვენი ძეგლები, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანებს, საქართველო მაინც დაიბრუნებს თავის დაკარგულ ტერიტორიებს. მე დავამატებდი რომ რაც უფრო გრძელია ღამე, მით უფრო ახლოა დილა. დიდი მადლობა ბატონო კობა. მადლობა ბატონო კობა, თქვენ და ვასრულებთ გადაცემას. თუ გაქვთ რამე სათქმელი, შეიძლება არაფერი აღარ გინდათ თქვა. ღამე გრძელი იყო, დილა მალე გათენდება, მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა. მოდით ჩვენს ქვეყანაშიც ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებს. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ბევრი ადამიანი მეკობრეების ტყვეობაში არანაკლებ ძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან დიდი მადლობა. ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. ბატონო ოლეგ, ბატონო პაატა. ვერ დაგშავრავს, გთხოვთ. Я бы хотел сказать, может быть, неожиданное своим აზრი გავაჟღერო, როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მე ძალიან მიყვარს ქართველი ახალგაზრდები ყველა, ვინც დღეს გამოთხოვდა საკუთარ ასს. დიდი მადლობა. იმასი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ დამსწრე საზოგადოებას და იმ წავე საკითხებზე მსჯელობას, რაც მიუძღოდა თელ ამ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას. უდიდესი მადლობა. აი ასეთი იყო 28 იანვრის საჯარო პოლიტიკა აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე მსჯელობითა და განხილვით. მე მომავალი თვის ბოლო შაბათამდე გემშვიდობებით, თქვენ კი იაქტიურეთ, გამოგვიგზავნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები Facebook-ზე ან ელექტრონულ მისამართზე საჯარო პოლიტიკა GPBB, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 249-355. ერთად ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და გავაანალიზოთ ის, რაც დღეს საჯაროდ ხდება. ნახვამდის.